12 მილიონი ლარი ეს არის თანხა, რომელიც საჩუქრად მიიღეს თანამდებობის პირებმა 1 წლის განმავლობაში 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ჩაატარა კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობამ და შეაგროვა მონაცემები ვინ ვის ჩუქნის ფულს. ძირითადად საჩუქრის წყარო არის ხოლმე მშობლები და 7 მილიონზე მეტი თანხა თანამდებობის პირებს სწორედ მშობლებისგან აქვთ მიღებული 2 მილიონამდე კი როგორც ისინი დეკლარაციაში უთითებენ შვილებისგან მიიღეს. ფულის გარდა ძირითადად ნახტფულზეა ხოლმე საუბარი. საჩუქრად იღებენ ჩინოვნიკები ასევე უძრავ ქონებას, სახლებს, მიწებს, ავტომობილებს, იარაღებს. თუმცა რატომ ჩნდება საჩუქრების ასეთი დიდი ოდენობა დეკლარაციებში? ეს იყო მკვლევარების მთავარი კითხვა. კანონში არსებობს ჩანაწერი თანამდებობის პირებისთვის საჩუქრის აკრძალვაზე, თუმცა გამონაკლისი არსებობს ოჯახის წევრების შემთხვევაში, ამიტომაც მკვლევარები ფიქრობენ, რომ სწორედ ოჯახის წევრებისგან საჩუქრის მიღება იქცა ეგრეთ წოდებულ შავ ხვრელად, რომელსაც იყენებენ ძირითადად არალეგალური შემოსავლების გასამართლებელად და დეკლარაციის დასაბალანსებლად. ლიდერები ფულის ჩუქების თვალსაზრისით არიან თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე დიდძალი საჩუქარი 100,000-ობით დოლარზეა საუბარი მიიღეს მოსამართლეებმა და ასევე ოცნების პარლამენტის წევრებმა. 200-მდე ადამიანი იყო ისეთი, რომელთაც მსხვილი საჩუქრები მიიღეს, ჯამში მათ ყველამ ერთად მიიღო 12 მილიონი ლარის საჩუქრები, ხო? ეს წელიწადნახევარი დაახლოებით რომ შევაჯამოთ, უკვე 34 მილიონ ლარამდე გამოდის ჯამში მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები, რაც ყურადღებას იქცევს, ძალიან დიდი რიცხვია. საინტერესოა საერთოდ რატო წერენ საჩუქრებს დეკლარაციაში, როცა ჩვენ შეიძლება ამის შესახებ ვერც კი გაგვიგო. ეს ხდება იმიტომ, რომ თუ აქვს დიდი ხარჯი, მაღალი თანამდებობის პირს და ამ ხარჯს ვერ მალავს, მაგალითად ახალი სახლი იყიდა სადღაც, საიდანაც უნდა უჩვენოს, საიდან ქონდა ამის ფული და მე მითითებულია რომ მაჩუქეს. და ამიტომ შეიძლება ეს იყოს რაღაც არალეგალური საქმიანობის გადაფარვის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი кейსი რაც იყო იგივე ირაკლი ღარიბაშვილის, რომ როცა გაუჟღავნდა მას, მე მგონი თქვენ ტელევიზიისგან რომ 100,000 ლარის გადაიხადა ერთხელ მხოლოდ თვითმფრინავის ფრენაში, აი მე თქვა რომ ეს მამა მაჩუქაო, ხო? აი ესე გადაფარა და დღემდე არავინ არ იცის, საიდან გადაიხადა, საიდან ქონდა ეს ფული და ესე შემდეგ. და ამისთვის ხდება, თორემ მე დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ თანხას იღებენ საჩუქრად ლეგალურად, არალეგალური გზით და დეკლარაციებში არ წერენ. ეგ კიდე დიდი პრობლემაა, მაგრამ რასაც წერენ, იმასაც იმიწერენ, რომ სხვა დიდი ხარჯი გაამართლონ ამ. ჩვენ რომ გქონდეს ქვეყანაში ხაც ეს ნორმალური ანტიკორუფციული სამსახური, ყველა ამ შემთხვევით უნდა ინტერესდებოდეს. ჩვენ დავუკავშირდით იმ ჩინოვნიკებს, რომლებმაც მიიღეს ყველაზე დიდი საჩუქრები, მათ შორის არიან მოსამართლეები. მაგალითად, უზენაეს სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ 150,000 დოლარი მიიღო მშობლისგან. ჩვენ გვსურდა ბუნებრივია მისგან კითხვებზე პასუხების მოსმენა, თუმცა ვასაძემ ტელეფონი კითხვის მოსმენისთანავე გაგვითიშა. ასევე ირაკლი შენგელია, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლე, რომელმაც თავად აჩუქა საკუთარ ცოლს 150,000 დოლარი, რადგანაც შენგელია სანქცირებულია, ჩნდება ბუნებრივია ეჭვი, რომ სწორედ ამიტომ დასჭირდა მას დიდი ფულის საკუთარი მეუღლისთვის ჩუქება. სიაში არიან ასევე ოცნების დეპუტატები, მაგალითად ილია ინჯია, რომელმაც მშობლისგან მიიღო 61,000 დოლარზე მეტი და მასთან ერთ-ერთი მთავარი კითხვა მილიონერ კაცს ისედაც რაში დასჭირდა მშობლისგან ამ ხელა თანხის მიღება. ძირითადად პასუხი არის იმ პირებისგან, ვისაც ჩვენ დავუკავშირდით, რომ უძრავი ქონება გაყიდეს და შემდეგ ეს ფული ნაღდი ფულით სახით მიიღეს საჩუქრად. 150,000 დოლარი აჩუქეთ თქვენს მეუღლეს დეკლარაციაში როგორც ვნახეთ. რა თანხაა ეს ბატონო ირაკლი, საიდან მიიღეთ? ვინა გაიყიდა და ეს თანხა არის და თანხა უნდა იყოს. იგი აწერია დეკლარაციაში, რომ ვინის გასხვისების შედეგად არის მიღებული ეს თანხა. ბატონო ირაკლი, თქვენ სანქცირებული ხართ და ცელს ამიტომ აჩუქეთ ფული? ჩვენ უგლია და ვიდა ვაჩუქები და არ ვაჩუქებ, რა პრობლემა არის, ფორმალა. ბატონო ირაკლი, თქვენ სანქცირებული ბრძანდებით?
რა მნიშვნელობა აქვს? ცოლის ანგარიშებით სარგებლობს თუ თქვენ შეინარჩუნეთ ანგარიშები? მას δεν ძალიან ეთქვა. ბატონო მამუკა გამარჯობა. დაგიმარჯოს. პირველიდან გირეკავთ $150,000 მიიღეთ დედისგან საჩუქრად. დეკლარაციაში გაქვთ მითითებული. ბატონო მამუკა თქვენმა შვილმა გაჩუქათ $44,500, როგორც დეკლარაციაში გიწერიათ. დიახ. თქვენ შვილს საიდან აქვს ამ ხელა შემოსავალი თუ შეგიძლიათ გითხრათ? რა თანხაა? გეტყვით, ჩვენ თავის დროზე გავყიდეთ საბურთალოზე, ალექსისის ქუჩაზე ბინა, რომლიდანაც დაგვრჩა გარკვეული თანხა. მე ის თანხა მე თავის დროზე ვაჩუქე შვილს და შემდეგ მე დამჭირდა ეს თანხა და ისე უკან დამეყო. ნუ დედაშვილს შორის ხდება ეს, ხო მე თავის დროზე მიდოდა რომ იმეცა შვილისთვის ფინვეცი, მაგრამ როცა უკან დამჭირდა შვილმა ვაჩუქა უკან. სიაში, რომელიც საერთაშორისო გამჭრელობამ გამოაქვეყნა, თუ ვინ მიიღო ყველაზე მეტი თანხა საჩუქრად, ხდება მათ შორის იოსებ ჭელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ასევე სანქცირებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ და მას აქვს მიღებული $123,000 უძრავი ქონება, 3 უძრავი ქონება. კიდევ ბევრი გვარია პარლამენტარების მაგალითად საინტერესო ამ სიაში და არგუმენტი აქვს ხოლმე ყველას ძირითადად ერთი და იგივე. უკვე იქცა ტენდენციად მშობლებისგან ნაჩუქარი ფულის დეკლარაციაში მითითება და 2024 წლის დეკლარაციების შესწავლის შემდეგაც გამოჩნდა, რომ 22 მილიონი იყო თანხა, რომელიც მიიღეს მაღალი თანამდებობის პირებმა საჩუქრად.